ეხლა უნდა მოგიყვეთ რაღაც ძალიან საინტერესო ისტორია, რაც არის მუსტიოლოს საქმეთან დაკავშირებული. ამბავი ის არის, რატომღაც მუსტიოლას საფლავში აღმოაჩინეს ბეჭედი, რომელიც ითვლებოდა, რომ არის ღვთისმშობლის ქორწინების ბეჭედი. სანტო ანელო ესე ეძახიან იტალიელები და აი ამ სანტო ანელოზე ამ ბეჭედზე მინდა ეხლა მოგიყვეთ. ძალიან საინტერესო ისტორია არის ამ ბეჭედთან დაკავშირებული. ეს ბეჭედი იოანე ღვთისმეტყველთან ინახებოდა და შემდეგ იგი ძალიან ძლიერ განსასწრებში მოყვა, დევნა და აი ეს აქ არის დაკარგული ეს კვალი ამ ბეჭდის და სავარაუდოდ ეს ბეჭედი მოხვდა იმპერატორის ხაზინაში. და როგორც ჩანს, აქედან მოხვდა შემდეგ ამ მუსტიოლოსთან. ანუ ამ მუსტიოლოს საკუთრებაში გადავიდა და ამიტომ ამ ბეჭედთან ერთად დაასაფლავეს და ხატებზეც ბეჭდით გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში ეს ბეჭედი აქ იყო და შემდეგ ასეთი რამ მოხდა. Fra Vinterio ერქვა ამ ადამიანს. რომ მოიპარა ეს ბეჭედი, თან რა არის, მუჭაში ეტევა ესეთი პატარა რამეა და ეს ვერ გაიგეს, ანუ ისევ ჩაკეტა ეს ყველაფერი და წამოიღო. პერუჯაში რომ მივიდა, ქალაქ პერუჯაში, ისეთი ნისლი ჩამოწვა გარშემო, ძალიან შეეშინდა ამას. როგორც ჩანს, მორწმუნე ადამიანი იყო, ამ სიწმინდებსაც იმიტომ იპარავდა და მისი მეგობარი ცხოვრობდა პერუჯაში და ამას თხოვა, რომ ღამე გამათევინეო, იქ მზლის მიაგნო ამ სახლს. ისეთი ნისლი იყო და მოკლედ გავარდა გაიქცა სასწრაფოდ პერუჯის მმართველობასთან ქალაქის და მოახსენა და ისინიც მოვიდნენ და რა თქმა უნდა იმ წუთშივე ჩამოართვეს ეს ბეჭედი, კონფისკაცია გაუკეთეს და შეინახეს. ამ კიუსის მოსახლეობამ ეს რომ გაიგო, შეაგროვეს რაც შეეძლო დიდძალი თანხა, რომ გამოესყიდათ ეს ბეჭედი, რომ პერუჯელებს დაებრუნებიათ, მაგრამ პერუჯელებმა არ დაუბრუნეს. ესე იგი, ამან გამოიწვია ომი. ამ ორ ქალაქს შორის, კიუსისა და პერუჯას შორის, ხა ვერ გეტყვით უბრალოდ რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ ესე ამბობენ, ესეც გადმოცემით ვიცით, რომ გონი ამ ტოლკეინს ბეჭდების ბრძანებელი ვინც დაწერა, იდეა თვითონ რომ ბეჭდის გამო ომი, აი აქედან აიღო. ესეთი ბეჭედი იყო ეს, რომ აი წარმოიდგინეთ ერთი პატარა ქვის ბეჭედი, უბრალოდ თითქოს და აი ომიც კი გაიმართა მის გამო. აი ჩვენთან რა ინახება. ეხლა ეს არ არის ორიგინალი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ზუსტი ასლი, აი ესეთია ეს ბეჭედი. აი ნახეთ როგორია. აი ესეთი, აი ეგ არის თავი წაჭრილი. აქ როგორც ჩანს რაღაცა ბეჭედი იყო დასარტყამი. აი ესეთია. აი ესეთია ეს ბეჭედი. და ეს არის ზუსტი ასლი იმ ბეჭდის 1901 წელს აი ხაწერია, არის გაკეთებული ეს ასლი და შეხებულია ორიგინალზე.